რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელი. ის დღეს პირველად გამოჩნდა 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ და რამდენიმე წუთში დაიწყება სხდომა. დღეს მნიშვნელოვანი პროცესია, ეს არის წინა სასამართლოს სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა პატიმრობაში ბათუმელების რედაქტორი და გარდა ამისა დღეს მოსამართლემ ამ სხდომაზე უნდა განიხილოს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე საერთოდ არის თუ არა ეს განხილვის თემა. რა თქმა უნდა, განცხადებას გააკეთებს და სიტყვა ექნება ბრალდებულსაც. მზია ამაღლობელის პოზიციას რამდენიმე წუთში სავარაუდოდ მოვისმენთ. ის შეიყვანეს სხდომათა დარბაზში, ვიდრე სხდომა დაიწყებოდა, მას ჰქონდა მცირე საუბარი მის ადვოკატთან მაია მწარიაშვილთან. რამდენიმე წუთიანი კომუნიკაცია დაამყარეს მათ და ამის შემდგომ ადვოკატებმა, დაცვის მხარემ, ასევე პროკურატურამ დაიკავეს ადგილი. ბათუმში სასამართლოს სხდომაზე დასასწრებად არიან შეკრებილები, ჟურნალისტები, მედიის მიმართულებით მომუშავე ადამიანები, მხარდამჭერები მზია ამაღლობელის, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ მოსამართლეს, რომლისთვისაც ეს მნიშვნელოვანი ტესტია, ის რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, დატოვებს თუ არა პატიმრობაში ბათუმელების და ნეტგაზეთის რედაქტორს და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი არის რეჟიმის უკანონო პატიმარი, რომელიც ისჯება პოლიციელისთვის სილის გაწნის გამო, რაც არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად არ გულისხმობს პატიმრობას მით უმეტეს რამდენიმე წლიანს და შესაბამისად მათ განსაკუთრებული მოლოდინი მართალია არ აქვთ ამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თუმცა ამბობენ, რომ სასამართლო მოსამართლემ ის დღესვე უნდა გაათავისუფლოს სასამართლო დარბაზიდან. როგორ გაგრძელდება პროცესი, როგორ ჩაივლის ეს სხდომა, ჩვენ უახლოეს საათებში უკვე გავიგებთ ამ ყველაფერს, თუმცა სხდომის დაწყებამდე იქ შეკრებილი მედია ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა არის დაუშვებელი. იქ შეკრებილებს შორის არის საფრანგეთის ელჩიც, რომელიც ასევე ესწრება ამ სხდომას, საერთაშორისო საზოგადოება ბათუმელების რედაქტორს მხარს უჭერს, ამბობს, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი. დღეს ადვოკატები კიდევ ერთხელ გააყენებენ შუამდგომლობას წინა სასამართლოს სხდომაზე, მისთვის ალკატეგორიზების შეფარდების თაობაზე და ის ვფიქრობ, რომ უნდა გაათავისუფლოს სასამართლომ და ამ ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრობიდან. მეც ახლა ჩავიკითხებ მოსამართლე მეტრეველის შესახებ, ეს იქნება მისთვის ტესტი და მე დარწმუნებული ვარ, ის გადაწყვეტილების მიღების დროს იფიქრებს იმ მოსამართლეებზე და მზია საქმის იმ ფიგურანტებზე, რომლებიც უკვე სანქცირებული არიან. არანაირი ინსტიტუცია აღარ დაგვრჩა და არაფერს ფასი აღარ აქვს, არც მტკიცებულებებს, მათი ვიდეო მტკიცებულებაა და ჩვენი ვიდეო მტკიცებულება არაფერს არ წარმოადგენს და აქ რა მოლოდინზე და რა პროგნოზზე უნდა გათვალო, რა ვიცი, რა მოუფრეს თავში ბიძინა ივანიშვილს, ეგეთი იქნება გადაწყვეტილება. ესო არისო პოლიციელის შეურაცხყოფაო და ჩვენ ამას არავის არ ვაპატიებთო და პოლიციელის შეურაცხყოფაა, კი, და ისჯება 12 დღით პატიმრობით ყველაზე მეტი და ეს არის თავისუფალ მედიაზე შეტევა, ეს შეტევა არის, ეს არის ერთი განშტოება რუსული კანონიდან დაწყებული, ეხლა რომ მთელი პაკეტი შემოიტანეს, ისიც არანაკლებ რუსული, აი ზუსტად ეს ერთიანი შეტევა მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოსამართლესთვის დღეს არის გამოცდა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდა არის ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის, რომ დღეს მზია ამაღლობელი უნდა გამოვიდეს საპრობილედან, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა შეწყდეს და მე რა თქმა უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს საქმე საერთოდ უნდა იყოს თუ არა განხილული. ამ რეჟიმის ფარგლებშიც, ამ დრაკონული კანონმდებლობის და კანონმდებლობის არასწორად განმარტების ფარგლებშიც მოსამართლის აქვს შანსი მანტიაც დაიცვას, ღირსება დაიცვას, რაც ყველაზე მთავარია ქვეყნის კონსტიტუცია. ამიტომ ამ რეჟიმის ფარგლებშიც უნდა გათავისუფლებული იყოს მზია. რა წუთი ქალო?
რამდენიმე წუთში მოვისმენთ ჩვენ მზია ამაღლობელის სიტყვას. ბათუმელების და ნეტგაზეთის რედაქტორი დაკავების დღიდან შიმშილობდა 38 დღის განმავლობაში. ის ამგვარად აპროტესტებდა უსამართლო ტყვეობას და მას ედავებიან პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის ისეთი კოდექსით, იმ მუხლით, რომელიც მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება და პატიმრობას ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე. დღეს დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს. ამ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს მოსამართლე და უნდა გადაწყვიტოს ის დარჩება თუ არა პატიმრობაში. მზია ამაღლობელის ირგვლივ შეკრებილები არიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მედიის წარმომადგენლები, მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი თუ ასე შემდეგ, არამედ ასევე საერთაშორისო საზოგადოება და ამ დრომდე ქართულმა ოცნებამ არაერთი პარტნიორის მხრიდან მოისმინა მოწოდება, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, რომ ის რაც მოხდა არ არის სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება და რომ ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. დღეს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში გაიმართა ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია, ერთგვარი ასევე სოლიდარობის აქცია, სადაც აქციის მონაწილეები როგორც ბათუმში, ასევე დედაქალაქში ამბობდნენ, რომ ახლა ერთადერთი რაც საქალაქო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბათუმში არის მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ვნახოთ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ვიქტორ მეტრეველი, მოსამართლე, რომელიც ამ საკითხს განიხილავს და დატოვებს თუ არა გისოსებს მიღმა ბათუმელების და ნეტგაზეთის რედაქტორს. ეს წინა სასამართლოს ხდომა და რამდენიმე წუთში დაიწყება განხილვა.